მამუკა გოგიძე გაგაცნობთ. დღეს 8 აგვისტოა 3 წელი რუსული ინტერვენციიდან და მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის წინააღმდეგ გამართული სხვადასხვა ღონისძიებები. კრემლს რუსეთის ძალისმიერი მეთოდები გაუპროტესტეს. მათ შორის ერთ-ერთი ღონისძიება ამ წუთებში გორშიც მიმდინარეობს. ეკა სოსელი ისაუბრებს გორიდან. გორში ომის მთავარ ეპიცენტრში დღეს მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა სხვადასხვა ტიპის სიმბოლური აქციები და ღონისძიებები. ერთ-ერთი სიმბოლური აქცია გორის ცენტრალურ მოედანზე უკვე ოფიციალურად გაიხსნა რამოდენიმე წუთის წინ. ეს გახლავთ ფოტოგამოფენა სახელწოდებით გვახსოვდეს აგვისტო და ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი არის დაახლოებით 40-მდე ფოტო, რომელიც გადაღებული არის ადგილობრივი ხელისუფლების, ანუ ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ და რომელიც აცოცხლებს 2008 წლის აგვისტოს 5 დღეს. გარდა ამისა, რამოდენიმე წუთში დაიწყება კიდევ ერთი სიმბოლური აქცია, ეს გახლავთ სანთლების აქცია, რომელიც უკვე მეორე წელია ტარდება გორის ცენტრალურ მოედანზე. აქ უკვე ყველაფერი მზად არის, უბრალოდ ელოდებიან შებინდებას, რათა აინთოს წითელი და თეთრი ფერის სანთლები, რომლებიც მოხაზავენ საქართველოს რუკის კონტურებს და ასევე საქართველოს დროშის ფერებში არის გადაწყვეტილი. თუ რა ხდებოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში გორში და რა ხდებოდა თბილისში მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც დაღუპულ გმირებს პატივი საქართველოს პრეზიდენტმა და კათოლიკოს პატრიარქმა მიაგეს. დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ჩვენი თვითონ ვთქვით იმას, რომ საქართველოს არის მუდამ ერთიანი, იყო და იქნება მუდამ ერთიანი და ქართველიერი რუსეთის აგრესიას არასდროს არ შეურიგდება. 2000 სანთელი ერთიანობის სიმბოლოდ ზუსტად 45 წუთში გორის ცენტრში სანთლებით საქართველოს რუქას დახაზავენ. აგვისტოს მოვლენების ეპიცენტრში ამ ფორმით 2008 წლის რუსული აგრესიის 5 ყველაზე მძიმე დღეს გააპროტესტებენ. ეს ადგილი, სადაც დღეს ჯვარია აღმართული 17 გმირის ისტორიას ინახავს. სწორედ აქ 2008 წლის 11 აგვისტოს ქართველმა მეომრებმა რუსის ჯარს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათი გმირობის ნამდვილ ამბავს ეს ომგამოვლილი ნივთები აცოცხლებს. სამხედრო ფორმები, ჩაფხუტები, ჯვრები, დამწვარი სურათები, 17 გმირის პირადი ნივთები აგვისტოს ომის ისტორიას ინახავს. 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები გმირულად დაეცნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ამ ტერიტორიაზე სამხედროებმა რუსულ ტანკზე აღმართული ქართული დროშა დაინახეს, ეგონათ, რომ სამშვიდობოს გავიდნენ, თუმცა რუსმა ჯარისკაცებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. შეიძლება ითქვას, რომ ერთი ჩვენი სამხედრო არა, ერთი ჩვენი სამხედრო იმათ 50 თითქმის ეგრე, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ბეტერებში, ტანკებში და ისინი მარტო ავტომატი ეჭირათ. ნათლიები იყვნენ ონიანი და ზოიძე. ხო და ის დაჭრილი იყო, უკვე კვდებოდა და ვერ გაჰყავდა ამას. და მოუშვა რუსები და აიფეთქა თავი. 2008 წლის რუსული ინტერვენციის შედეგად დაღუპულებს დღეს გორში რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნეს. ქალაქის ცენტრში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. აგვისტოს ომის გმირებს პარაკლისი თბილისშიც გადაუხადეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულებს პატივი ყველა სამხედრო წესის სრული დაცვით მიაგეს. შესრულდა სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი. შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს პატრიარქთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. მიხეილ სააკაშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს პირადად მიუსამცირდა. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეული დღე, როგორც მთელი საქართველოსთვის, ასევე თითოეული მათი თანამებრძოლისთვის და შესაბამისად გარკვეული მოტივაციაც იმისთვის, რომ გააკეთონ უფრო მეტი და შეძლონ უფრო მეტი იმისთვის, რომ მათ მიერ დაწყებული საქმე იქნეს ფერსეულად გაგრძელებული და ბოლომდე მოკლე. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსებიც მივიდნენ. 2008 წლის მოვლენების გახსენება ყველაზე მეტად დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს უჭირდათ. 3 წელი გავიდა მართალია, თითქოს დიდი დროა, მაგრამ ალბათ ეს ტკივილი მთელი ცხოვრების ბოლომდე, სიცოცხლის ბოლომდე დიდი ტკივილი იქნება არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი შვილისთვისაც, რომელიც ახლა უფრო მძაფრად განიცდის თავის მამის დაღუპვის ამბავს. სანამ ჩვენი მეომრები, ჩვენი გმირები იქნებიან მეხსიერების ყველაზე ამაღლებულ წერტილას, მანამდე იქნება ჩვენი ქვეყანა და პირიქით, სანამ ჩვენი ქვეყანა იქნება, მანამდე დაფასდებიან ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებას, ამ ქვეყნის არსებობის უფლებას შეწირეს თავით. 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო და 14 გარდაცვლილი პოლიციელი. ასეთია 2008 წლის რუსული ინტერვენციის შედეგები. აგვისტოს 5-დღიან ომს საქართველოში 412 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ ხსოვნას სიმბოლურად დღეს მცხეთაში ცოცხალი ჯაჭვი მიუძღვნეს.
და უკვე რამოდენიმე წუთი რჩება მანამ, სანამ გორის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება სიმბოლური აქცია, ანუ სანთლების აქცია და დღევანდელი ღონისძიებები კი დასრულდება იმით, რომ ასევე ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ საგანგებო ეკრანზე ნაჩვენები იქნება ფილმი აგვისტოს 5 დღე და ჩვენებას მსახიობები და პროდიუსერებიც დაესწრებიან. რუსული ინტერვენცია და აგრესია კი არა მხოლოდ საქართველოში გააპროტესტეს, უკვე მეორე დღეა მსოფლიოს 10-ობით ქვეყანაში იკრიბებიან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უცხოეთის მოქალაქეები და აქციებით აპროტესტებენ რუსულ აგრესიას, რუსულ ოკუპაციას და წელს კრემლს გზავნილს უკვე მესამედ უგზავნიან. დეტალები ნახეთ თამთა ფიქრიშვილის სიუჟეტში. შვიდა 64 კილომეტრიდან გზავნილი რუსეთში უკვე მესამედ მიიღეს. შვედეთიდან ქართული დროშებით პროტესტი რუსულ ოკუპაციას. სტოკჰოლმში აქციის მონაწილეები რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ და გზავნილი ოკუპანტებისათვის უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, რუსულ ენაზე კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მათ საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ მიითვისეს. ევროპის პოლიტიკურ ცენტრში რუსეთის აგრესიას დღეს თავად დიპლომატიური კორპუსის წევრები და ელჩები აპროტესტებდნენ. ევროსაბჭოს შენობის წინ შეიკრიბნენ და საქართველოს დროშა ყვავილებით შეამგეს. ქართული 5ჯვრიანი დროშები და საპროტესტო ტრანსპარანტები. ეს უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ქვეყანა ლიტვაა. ვილნიუსის ცენტრში დღეს ქართველი ემიგრანტები კრემლის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. მათ იციან, რომ საქართველოს თავისუფლება ეს მათი თავისუფლებაა. მათ იციან, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ეს მათზე მიმართული აგრესია. სამი წლის წინანდელი მოვლენები დღეს ვარშავაშიც გაიხსენეს. აქციის მონაწილეებმა რუსეთის საელჩოსთან ტრანსპარანტებითა და ქართული დროშებით რუსული აგრესია გააპროტესტეს. დღევანდელი აქციის მიზანია პირველ რიგში გამოვხატოთ პროტესტი იმ აგრესიის მიმართ, რომელიცაც ახორციელებს რუსეთი. საქართველოს ტერიტორიები დაპყრობილია, ოკუპირებულია. მსოფლიო საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები, ქართველები, აქ სხვადასხვა ეროვნების ხალხი წღებულობს მონაწილეობას, უთანხმდებით და სოლიდარობას უცხადებთ პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, ყველას, რომ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ აქციებში რუსეთის საელჩოს წინ, დავგმოთ მათი მოქმედება. საქართველოში კონფლიქტის 3 წლის თავზეც კი შეუძლებელია იმის თქმა, რომ ევროპა თავისუფალია და უსაფრთხოა. გასათვალისწინებელია იმ აგრესიის გამოცდილება, როდესაც დიდმა ქვეყანამ პატარას დაარტყა და გამოიყენა არაპროპორციული ძალა. მედვედევისა და სარკოზის შეთანხმება არ შესრულებულა გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გააძლიერონ ძალისხმევა მშვიდობიანი გზით ამ პრობლემის მოგვარებისკენ. თითქმის ყველა ქვეყანაში რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, რომ დღეს აქციების თავშეყრის ადგილი იყო, ფაქტია. ქართველმა და თურქმა ხალხმა პროტესტი აგრესორ სტამბოლში მთავარ ქუჩაზე რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან გამოუცხადეს. დემონსტრანტებმა საქართველოსა და თურქეთის დროშებით საპროტესტო მსვლელობა ქუჩებიდან დაიწყეს. აქციას თურქეთის მოქალაქეებით შეუერთდნენ. თურქეთის ქართველებმა მევიყარეთ აქ რუსეთის ოკუპაციას კიდევ ვაპროტესტებთ. საქართველოს ჩვენი მშობლური მხარეა. ჩვენ გვინდათ ჯარები გაიყვანოს რუსებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან. დატოვოს რუსეთის საოკუპაციო ჯარმა საქართველოს ტერიტორია. ათენის ცენტრში დღეს სწორედ ეს მოთხოვნა ისმოდა. კონსტიტუციის მოედანზე საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცების ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს. პროტესტი კრემლის პოლიტიკას 2 დღის განმავლობაში მსოფლიოს 10-ობით ქვეყანაში ტრანსპარანტებით და ქართული დროშებით. შეტყობინება გაგზავნილია. კრემლი დღეს ისე დუმს, როგორც რუსეთის საელჩოსთან მდგარი ეს საპატიო ყარაული.